მედიის წარმომადგენლები პოლიტპატიმარი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მოძრაობას აფუძნებენ. ამის შესახებ ნინო ზაუტაშვილმა სამი არხის, კავკასიის, ტევ პირველისა და ფორმულას ერთობლივ ეთერში განაცხადა. ზაუტაშვილის თქმით, ჟურნალისტები ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი უკანონო პატიმრობიდან დაიხსნან. კრიტიკული მედიის სპეციალურ ეთერში 27 მაისს ასევე გავიდა ონლაინ გამოცემა საქართველოს ამბების მიერ მომზადებული ფილმი მზია ამაღლობელის საქმის შესახებ. აქ შეკრებილი ადამიანების უმეტესობა და არაერთი სხვა კოლეგა, რომელიც დღეს ამ სტუდიამ ვერ დაიტია, ვაფუძნებთ მოძრაობას მზიას თავისუფლებისთვის. მასში გაერთიანებული ადამიანები მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, მზიას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული და იგი ისჯება ჟურნალისტური საქმიანობის გამო და არის სინდისის პატიმარი. ჩვენი მოძრაობა არ შეეგუება ჟურნალისტის ტყვეობას და გამოვიყენებთ ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პლატფორმას მზიას თავისუფლებისთვის. ამ მოძრაობის მიზანი არის სწორედ ის, რომ ჩვენ ვეუბნებით რუსულ რეჟიმს, ივანიშვილის კომისრებსა და ადმინისტრატორებს, რომ არ დაგითმობთ მზიას, არ დაგითმობთ თავისუფლებას, რომელიც ჩვენთვის ასე ძვირფასია და ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენ დავგეგმავთ მთელ რიგ აქტივობებსა და ღონისძიებებს, რომ მზია ვიხსნათ ტყვეობიდან და მაქსიმალური დაკვირვებით, მაქსიმალური სიზუსტით დავაკვირდეთ სინდისის სხვა პატიმრების საქმეებს.